ხოსალაძის 17 ნომერში მდებარე ორსართულიანი სახლის დემონტაჟი დღეს დილით უნდა დაიწყოს. გრევის პირას მისული შენობიდან 12 ოჯახის ევაკუაცია გუშინ მოხდა. შენობის ჩამონგრევის საშიშროების გამო გაჭირდა მოსახლეობის პირადი ნივთების სახლიდან გამოტანაც. ომიდან დროებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და ბინებს ამავე უბანში უქირავებს. კაცად კუცი გაქონდა სახს. 3 საათამდე გაგრძელდა ეს. 3 საათზე როგორც მიწისძვრა, ის 3-4 ბალიანი მიწისძვრა ისეთი ღრიალი დაიწყო სახლმა და მე და ჩემი შვილი ჩამოვარდით ძირს. მერიაში დავრეკეთ ცხელ ხაზზე, ცხელი ხაზი და მერიიდან გადარეკეს გამგეობაში და ძალიან სწრაფი რეაქცია მოხდა. 15 წუთში მოვიდე გამგეობიდან. ჩვენ მოვახდენთ 12 ოჯახის ქირით უზრუნველყოფას, ვეცდებით რომ ყველანი დაყოფილდნენ ქირით და შესაბამისი ფართი გამოუყოთ ამავე რაიონში. მნიშვნელოვანია რომ ამ სახლის დემონტაჟი მოხდეს უსაფრთხოდ, ვინაიდან მოვახერხოთ კუთვნილი ნივთებისა და ავეჯის გამოტანა, რაც ამ წუთისთვის ვერ მოხერხდა. ფურცელაძის 17 ნომერში გამოძახებული იქნა სახაზო სამაშველო ბრიგადები სახლის გრევასთან დაკავშირებით. ადგილზე მოსვლისას აღმოჩნდა რომ შენობა არის მძიმე ავარიულ მდგომარეობაში. ადგილზე არიან ასევე გამგეობის წარმომადგენლები და მიღებულია გადაწყვეტილება შენობის დემონტაჟის.